მოგვადგა რუსული რეჟიმი, ისინი ითხოვენ მივცეთ ჩვენ მათ ჩვენი ბენეფიციარების ადამიანების, რომლებსაც წლების განმავლობაში ვეხმარებოდით პირადი ინფორმაცია. ჩვენ 2016-24 წლებში 25,000-ზე მეტ ადამიანს დავხმარები ვართ ორგანიზაცია სამართლებრივად და დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი აქვთ ამ ადამიანებს მიღებული მიწიდან კომპენსაციის სახით ჩვენი დახმარების შედეგად და ცხადია ეს არ არის სრული სურათი იმ ადამიანების და სრული მონაცემები, ვისთვისაც ჩვენ დახმარება გაგვიწევია, მათ შორის ახალციხის ოფისში ძალიან ბევრი საჯარო მოხელე მოსულა, რომელსაც სამართლებრივად დავხმარები ვართ. ჩვენ ამ ადამიანებს ვეხმარებით, ვცდილობთ რომ ისინი დავიცვათ ამ რუსული რეჟიმისგან ახლა ამ პერიოდში და ბუნებრივია რომ მათ ინფორმაციას სწორედ რეჟიმს ჩვენ არ გადავცემთ და ვიბრძოლებთ ამისთვის სამართლებრივად. რეჟიმის მიზანია რომ ჩვენ აღარ ვარსებობდეთ, რომ თქვენ ვერ გაბედოთ ხმის ამოღება თქვენს გარშემო არსებულ უსამართლობაზე, ამისთვის უნდათ მათ თქვენი გაჩუმება, ჩვენი გაჩუმებაც, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ბოლომდე დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს.